აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. ქალები ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა ყველა ქალს აქვს უფლება იყოს აქტიური მოქალაქე. მსოფლიოს გლობალური ცვლილებების პროცესში ქალების როლი უმნიშვნელოვანესია. იყავი აქტიური. ხელი შეუწყეთ ცვლილებების განხორციელებას. ხელი შეუწყო გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ყველგან, სადაც ამის პრობლემა დგას. იყავი ინფორმირებული, იყავი აქტიური. ჩაერთე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. შენ ჩვენთან ერთად შეგიძლია შეუერთდე ქალების ხმას რეალური ცვლილებებისთვის. შემოგვიერთდით და გვისმინეთ რადიო ვივის პირდაპირ ეთერში. ყოველ ორშაბათს გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის. მე ცირა მგდელაძე ვარ და შემდეგი 30 წუთის განმავლობაში ეთერში ვიქნები ჩვენ სტუმრებთან ერთად. გრძელდება გადაცემათა ციკლი ევროკავშირისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში პროექტის ქალთა ინიციატივა დაზოგე ენერგია შექმენი ნათელი მომავალი ფარგლებში, რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალითა სამყარო ახორციელებს ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით. დღევანდელი გადაცემის თემა კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება გენდერულ ჭრილში და კლიმატის ცვლილების გავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების წინაშე არაერთი გლობალური პრობლემა და გამოწვევა დგას. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კლიმატის ცვლილებაა სამწუხაროდ. სოფლის მეურნეობა სწორედ ის თემა, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ კლიმატის ცვლილების კონტექსტში. ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები, ყველაზე მეტად სწორედ მათი ინფორმირებულობაა საჭირო და აუცილებელი, რადგან ისინი ბევრად უფრო მძიმედ განიცდიან კლიმატისა და გარემოს ცვლილებას. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ჯიმშერ კოშაძე, სცენის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კოორდინატორი, სოფიკო ბაბალაშვილი, მდგრადი განვითარების მიზნების ანალიტიკოსი, ახალგაზრდული მუშაკი და ყველაზე ახალგაზრდა კლიმატის ელჩი სოფელ ნახიდურიდან ნურაია მუსტაფაევა. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ჯიმშერ, თქვენგან დავიწყოთ. პირველ რიგში სანამ კლიმატის გამომწვევ მიზეზებზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ვისაუბრებთ, მოკლედ რომ გითხრათ, რამდენად დიდია კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაზე? ძალიან საინტერესო თემას განვიხილავთ დღეს ნამდვილად და აქტუალურს. ხონუ კლიმატის ცვლილება როგორ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე, პრინციპში ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ამაზე. სოფლის მეურნეობა ეს ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი დარგია პირველი, რომელიც ყველაზე მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ, იმიტომ რომ პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო კლიმატურ ფაქტორებზე. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის რაღაც ნაწილი გულისხმობ სასათბურე მეურნეობებს შეიძლება ისეთი კონტროლირებად კლიმატი შეუქმნათ და იქ ნაკლებად მოწყვლადი იყოს სოფლის მეურნეობა. ძირითადი სურსათი მაინც იწარმოება მინდვრად ღია ცის ქვეშ, მოდი ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, კლიმატის ცვლილების გავლენა ძალიან დიდია ამ დარგზე. კლიმატის ცვლილებაზე როცა ვახსენებთ, ხოლმე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვახსენდება ეს არის გლობალური დათბობა, ხო? გახშირებული გვალვა, ცხელი დღეების რაოდენობის მატება, შემცირებული ნალექები, რაც გამოიწვევს პირველ რიგში წყალზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ ბუნებრივ რესურსზე სოფლის მეურნეობისთვის, მასზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, ან მოთხოვნის გაზრდა და შესაბამისად რაღაც ამოწურვადი რესურსია, ძალიან გონივრულია მისი ეფექტიანი და მდგრადი გამოყენება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა ადამიანებმა, ფერმერებმა გამოიყენონ რესურსზე დამზოგავი ტექნოლოგიები. როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობ და გვალვაზე, შემცირებული ნალექების რაოდენობაზე ვსაუბრობ, ამის გარდა, რაც თვალში საცემია ამ ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ შეიძლება როცა გლობალურ დათბობაზე ვსაუბრობთ, იქ ლაპარაკი არის
ტემპერატურის გლობალურად რაღაც 1% ან 1 გრადუსით მომატება შეიძლება ესეთი შესახები და ვერ შეიგრძნოს ასე ვთქვათ უბრალო ადამიანმა, მაგრამ რაც თვალში საცემია და რაც გახშირდა ამ ბოლო პერიოდში, ეს არის ამინდის ექსტრემალური მოვლენები, ხო? და არა ერთჯერ გვინახია, ერთხელ გვინახია ნალექების რაოდენობა ინტენსიური, რომელიც შეიძლება პირობითად ვამბობ 1 თვის განმავლობაში მოსულიყო, მოვიდა 10 წუთში, ხო? ასევე გახშირებული ხანძრები. ანუ ეს გლობალურ კლიმატის ცვლილებას თან ახლავს ესეთი ექსტრემალური ცუდი ამინდის მოვლენები და ესეთი ფაქტორები, როგორც არის გვალვა, ხანძრები, წყალმოვარდნები, მეწყერები და ასე შემდეგ. ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის სასვათო უსაფრთხოებას და როცა სასვათო უსაფრთხოებას ვამბობთ, ეს გლობალურ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ. ანუ როგორც ეროვნულ დონეზე ეს მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოს თუ გლობალურ დონეზე, იმიტომ რომ იშვიათია ქვეყანა, რომ საკმარისი რაოდენობის უსაფრთხოებას თვითონ აწარმოებდეს, ყოველთვის არის ექსპორტ-იმპორტის თემა და სადღაც პირობითად ვამბობ ინდოეთში მომხდარმა ექსტრემალურმა მოვლენამ შეიძლება გავლენა იქონიეს საქართველოში არსებულ სასვათო უსაფრთხოებაზე. აი ეს მოკლედ რო ვთქვა კლიმატის ცვლილების უარყოფით გავლენაზე სოფლის მეურნეობაზე. დიდი მადლობა. ქალბატონო სოფიკო, ხშირად სვავენ კითხვას, რა შუაშია კლიმატის ცვლილებების გავლენა ქალებზე და როგორ გამოიყურება ის გენდერულ ჭრილში. საქართველოში სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად ბარიერს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს ეწვდომა, მის მფლობელობა და საჭირო ცოდნისა და უნარჩვევების ნაკლებობა წარმოადგენს. რამდენად დიდია მათი გავლენა? მოგესალმებით ცირა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის. თქვენს კითხვაზე პასუხი რო გავცე, ცოტა მომიწევს რომ შორიდან დავიწყო. ესე იგი, როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილების გავლენაზე, კონკრეტულად ქალების შემთხვევაში, ანუ რა გავლენას ახდენს ქალთა ჯგუფებზე კლიმატის ცვლილება, შეუძლებელია ამის ანალიზი, თუ ჯერ არ შევეხეთ ზოგადად საქართველოში გენდერული უთანასწორობის გამოვლინებებს სათხვდებით და უკვე არსებული სტრუქტურული უთანასწორობები რა მიმართულებებით არსებობს. ანუ ჩემი აზრით ჯერ ეს საკითხები უნდა განვიხილოთ და შემდეგ ვუპასუხოთ იმ კითხვას, აი ამ უთანასწორობიდან გამომდინარე, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა რატო არის არაპროპორციული ქალებისათვის და შევეცდები რომ ძალიან მოკლედ ავხსნა ჯერ ეს უკვე არსებული გენდერული განსხვავებები საქართველოში. ზოგადად ანუ კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავებისთვის და ადაპტაციისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილური შემოსავლები, გარკვეული კაპიტალის ფლობა, გარკვეული ცოდნისა და უნარების ქონა და ასევე წვდომა სოციალურ და საბაზისო სერვისებთან. ეხლა რა ხდება გენდერული უთანასწორობის მიმართულებით საქართველოში? საქართველოში ქალების მხოლოდ 40%-მდე არის დასაქმებული და კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 56%-მდე. ანუ ხვდებით, რომ ეკონომიკური აქტივობა ქალებს ამ სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალების ეკონომიკური აქტივობა კაცებთან შედარებით ნაკლები არის. ამას ეხლა თავისი მიზეზები აქვს და როდესაც იკვლევენ, სხვადასხვა კვლევა და ანგარიში ამას გვეუბნება, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალთა ეკონომიკური აქტივობა კაცებთან შედარებით არის დაბალი, ეს არის ქალების დროითი დეფიციტი, ეგრეთ წოდებული დროითი სიღარიბე. ეხლა ეს საიდან მომდინარეობს? საქართველოში არსებული გარკვეული ნორმების, საზოგადოებრივი დამოკიდებულებების რწმენების საფუძველზე, ეგრეთ წოდებულ აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომას, ანუ ეგრეთ წოდებულ სახლის საქმეებს, ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ ვიდრე კაცები. ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ ქალებს აუნაზღაურებელი შრომისთვის მეტი დროის გამოყოფა უწევთ. ეს შესაძლოა შემდეგ გახდეს იმის მიზეზი, რომ ქალები ვერ დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, უარი თქვან დაწინაურებაზე, უარი თქვან სხვადასხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობაში ჩართვაზე, უარი თქვან პოლიტიკაში წასვლაზე და ასე შემდეგ. ანუ ერთ-ერთი განმაპირობებელი შეიძლება ეს მიზეზი იყოს, რომ რატომ ასე ვთქვათ, ვერ საქმდებიან, იყოს დროითი დეფიციტი. მეორე შეიძლება ასევე რაც სახელდება ხოლმე მიზეზად არის განსხვავება
სახელფასო განსხვავება ქალების შემთხვევაში და კაცების შემთხვევაში და უახლესი სტატისტიკაც მაგას გვეუბნება, რომ თქვათ აი ჭრილშიც რო განვიხილოთ 2013-დან 2024 წლამდე ჭრილში საქართველოში ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება კაცების საშუალო ხელფასი ქალების საშუალო ხელფასს. ნუ მე ამ წუთას არ შემიძლია იმის თქმა მე რა სტატისტიკიდან გამომდინარე თუ ამბობ, რომ თქვა ერთ და იგივე პოზიციაზე მყოფი ქალები თუ კაცები და მათი ხელფასი, მაგრამ საშუალოდ რო ავიღოთ რა კაცი ყველა დასაქმებული კაცის საშუალო ხელფასი და რო ავიღოთ ყველა დასაქმებული ქალის საშუალო ხელფასი, კაცების საშუალო ხელფასი ბევრად აღემატება ქალების საშუალო ხელფასს. ანუ ერთ-ერთი მიმართულება ესე იგი ვთქვით, რომ ქალთა ნაკლები ეკონომიკური ჩართულობა, აი ამ მიმართულებით ვლინდება გენდერული უთანასწორობა. კიდევ ერთ-ერთი მიმართულება არის პოლიტიკაში მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სამწუხაროდ დღემდე ყველა მიმართულებით იქნება ეს ცენტრალური ხელისუფლება, იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლება, იქნება საკანონმდებლო აღმასრულებელი თუ თქვათ სასამართლო ყველა მიმართულებით ქალების ჩართულობა თქვათ გადაწყვეტილების მიღების პოზიციებზე ხდება ნაკლები. და ასევე მოდით გამოვყოფ კაპიტალის და ქონების ფლობის ასპექტს. ესე იგი საქართველოში რაც კი სასოფლო სამეურნეო მიწები მუშავდება, ამ მიწების მხოლოდ 17% არის ქალების სარგებლობაში. და ასევე ავტომანქანები რეგისტრირებული რაც არის საქართველოში, ამ ავტომანქანების მხოლოდ 18% ეკუთვნის ქალებს. ასევე აი გასული წლის მონაცემით ახალი შექმნილი ბიზნესების, ახლა დაფუძნებული ბიზნესების მხოლოდ 25% იყო ქალების საკუთრებაში. მოკედ აი ეს სამი ასპექტი რო განვიხილოთ, ანუ ერთი რო დასაქმების შესაძლებლობა და შესაბამისად სტაბილური შემოსავლის არსებობა, მეორე ან პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და მესამე გარკვეული ქონების ფლობა. ჯერ აი ამ სამის მაგალითზეც მოდით ახლა ვეცადოთ ავხსნათ სად არის განსხვავება და არაპროპორციულობა კლიმატის ცვლილების გავლენის ქალების და კაცების შემთხვევაში. ანუ უკვე ვახსენე რომ იმისთვის რომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირდე და მედეგობა გაზარდო შენი კლიმატის ცვლილების ეფექტების მიმართ, მნიშვნელოვანია რომ ადამიანს ჰქონდეს სტაბილური შემოსავლები და თუ კი ვამბობთ რომ ქალთა ეკონომიკური ჩართულობა ისედაც ნაკლებია და იმის გამო რომ ქალებს უფრო მეტად აქვთ დროის დეფიციტი, შეიძლება მათ უარი თქვან დასაქმებაზე ან დაწინაურებაზე ან რაღაც ახალ შესაძლებლობებზე, კაცებთან შედარებით შესაძლოა ნაკლები შანსები ქონდეთ ქალებს რომ ქონდეთ სტაბილური შემოსავლები და ფინანსური ნაკადები. მეორე, თქვათ აი პოლიტიკაში ჩართულობა რატო არის სასარგებლო, რომ თუ ქალების ხმაც გაჟღერებული იქნება პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში, ის თქვათ სტრატეგია ან გადაწყვეტილება ან პროგრამა რაც შეიქმნება, ალბათობა მეტი იქნება, რომ უფრო მეტად მორგებული იყოს ქალთა საჭიროებებზე. აი ერთი მაგალითი, რაც ამ ბოლო ხანებში შემხვდა, ინდოეთის ერთ-ერთ სოფლებში იყო, როდესაც ანუ ერთ-ერთმა პროგრამამ გადაწყვიტა, რომ ქალებისთვის დაერიგებინათ ენერგოეფექტური ღუმელები და მთელი მიზანი ამის იყო, რომ შეემცირებინათ თქვათ ქალთა შრომა შეშის მოგროვებაზე და მოკლედ ამ გათბობასთან და საჭმის მომზადებასთან დაკავშირებით და ანუ მეორე მხრივ ნეგატიური ეფექტი ამანის გამოიწვია, რომ რადგან შეშის მოგროვება აღარ ჭირდებოდათ ამ ენერგოღუმელების ხარჯზე, ძირითადად შეშის მოგროვებაში ქალებს ეხმარებოდნენ მათი გოგოშვილები. და რადგან აღარ იყო ეს რესურსი საჭირო, რომ ვიღაცა დახმარებოდათ ამ შეშის მოგროვებაში, გაიზარდა ამ გოგონების ნაადრევი ქორწინება.
და მეორე მხრივ კიდე შეშის შეგროვების პროცესში ეს უბრალოდ ეს პროცესი გამოიყენებოდა ხოლმე სოციალიზაციისთვის, ანუ ქალები გამოდიოდნენ და რაღაც ერთად აგროვებდნენ და მეტნაკლებად ინტერაქციის და კომუნიკაციის წყარო იყო და მერე ესეც შეეზღუდათ. ანუ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს პროგრამა იწერება თუ სტრატეგია თუ რაიმე გადაწყვეტილება, იქ ეს ქალების პერსპექტივაც გაჟღერებული იყოს ხოლმე. ანუ იქ ვიღაცა რო ყოფილიყო ჩართული გენდერის ექსპერტი ან ამ ჯგუფიდან რომელიმე წარმომადგენელი, შესაძლოა ეს რისკი წინასწარვე განესაზღვრა ამ ადამიანს და წინასწარვე ეცნობებინა მათთვის, რომ ეს ნეგატიური ეფექტი შეიძლება გამოწვეულიყო. და ასევე წეღანაც ვახსენე, რომ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარკვეული ცოდნის და უნარების არსებობა და ასევე კაპიტალის ფლობა. მაგალითად, აი კაპიტალის ფლობაში რას გულისხმობ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გქონდეს გარკვეული მარაგები. აი ჯიმიმაც ახსენა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე მნიშვნელოვანი და მკვეთრად არის გაზრდილი ექსტრემალური ბუნებრივი კატასტროფების და ამინდის მოვლენების სიხშირე. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გზების ჩაკეტვა, ელექტროენერგიის შეწყვეტა, გაზის შეწყვეტა, რაღაც სერვისებთან წვდომის შეწყვეტა და ასე შემდეგ. და ასეთ მომენტში ძალიან კარგია, რომ წინასწარ პრევენციის მიზნით მომარაგებული გქონდეს გარკვეული საგნები. მაგალითად, რაღაც პირველადი დახმარების მედიკამენტები, სანათები, სანთლები, ასევე საკვები, რომელიც თქვათ არ არის მალფუჭებადი და ასე შემდეგ. და ეხლა თუ შენ ადამიანს ისეც არასტაბილური და დაბალი შემოსავლები გაქვს, ძალიან ნაკლებია იმის ალბათობა, რომ შენ წინასწარ შეძლებ ასეთი მარაგების, ასე ვთქვათ, დაგროვებას. ასევე ასეთი კატასტროფების დროს ძალიან კარგია თუ ფლობ ისეთ უნარებს, როგორიცაა მაგალითად მანქანის ტარება, მაგალითად ცურვა, ხანძრის ჩაქრობა, გადაუდებელი დახმარება და მე ვერ გეტყვით ახლა ზუსტ სტატისტიკას, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ალბათობა იმის, რომ უფრო მეტმა ქალმა იცის ცურვა ვიდრე კაცმა, ნაკლები არის. არ მგონია, რომ ბევრმა ქალმა იცოდეს ცურვა და თქვა დატბორვის დროს ან წყალდიდობის დროს, ესეც რისკია, ხო, რომ თუ არ იცი შენ ცურვა, ნაკლები აქვს შანსი, რომ გადარჩენ. მოკლედ ეს ძალიან მოკლედ შევეცადე რომ მე მომეხლა, მაგრამ თავარი დასკვნა აქ ის არის, რომ თუ უკვე არსებობს გარკვეული უთანასწორობები ქალებსა და კაცებს შორის, ეს შემდეგ ასევე არაპროპორციულ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილების ჭრილშიც, ქალებზე სხვანაირად, კაცებზე სხვანაირად. ნურაი, შენ მინდა კითხო, რამდენად აქვს საზოგადოებას გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ მგრძნობელობა, მაგალითად, რამდენად ითვალისწინებენ ეკორესურსების გამოყენებისას დაზოგვის პრაქტიკას, ან რამდენად მართავენ ნარჩენებს? ჩემს თემში რაც ნანახი მაქვს, საზოგადოებას არ უნდა რომ იბრძოლონ და აღმოფხვრან ეს პრობლემები. რადგან ჯერ უნდა დაიწყონ ენერგიის დაზოგვით, მაგრამ ამას არ ეკეთებენ და ამით უფრო ძლიერდება ჩვენი პრობლემა. და უკვე უნდა დავიწყოთ ინფორმირებით საზოგადოების, რომ რამდენად მნიშვნელოვანია პატარა-პატარა ნაბიჯებით კლიმატის ცვლილებების აღმოფხვრა და ამიტომაც დროა რომ უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ თემაზე. დიდი მადლობა. ბატონო ჯიმშერ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგოეფექტური სისტემების დანერგვა, რომელიც ერთი მხრივ რესურსებზე ნაკლებ დამოკიდებულებას გააჩენს, მეორე მხრივ შეაფერხებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ნიადაგის დეგრადაციასა და ემისიების მატებას. თუმცა შესაბამისი პროგრამების არსებობის შემთხვევაში ქალებს მწვდომა შეზღუდული აქვთ, რადგან ისინი ჩართულები არიან საოჯახო საქმიანობაში, რაც სოფიკომ კარგად ახსენა, ან ხშირად მათი მონაწილეობაა მამაკაცი ოჯახის წევრის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. შესაბამისად, რამდენად ხელმისაწვდომია ქალებისთვის ტექნოლოგიები და ინფორმაცია, რომელიც ცოდნაზე იქნება დაფუძნებული?
მადლობა ცირა. ამაზე პრინციპში სოფომ საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა ამ მიზეზებზე და რა თქმა უნდა, როცა ქალები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული და სოფლად ცხოვრები ქალები 5-ჯერ მეტ აუნაზღაურებულ სამუშაოს აკეთებენ, რა თქმა უნდა, დაბალი რესურსი რჩებათ. არა მხოლოდ საქმიანობისთვის დარჩა, არამედ თავიანთი უნარების გაძლიერების და ცოდნის მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას შესაბამისად მერე ხელმისაწვდომობაზე, ტექნოლოგიებზე თუ ცოდნაზე, რა თქმა უნდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც გვაქვს ჩვენ ახლა ჩვენ საქართველოს კონტექსტიდან ვისაუბრებ წარმატებული ქალების. და ერთი ფაქტორია, რომელიც ახლა მე მახსენდება, რომ რაღაცა ისტორიულად ისე რაღაც ობიექტური ისტორიული რეალობა, მოდი ესე ვიტყვი და ახსნი მე რას გულისხმობ, რომ ისე ჩამოყალიბდა, რომ სოფლის მეურნეობის გარკვეულ დარგებში უფრო კაცები არიან წამოწეული, რაღაც დარგებში უფრო ქალები. აი მაგალითად, მესაქონლეობაში და მწყემსი უფრო ყოველთვის იყო კაცი, მაშინ როცა მაგალითად ქალები უფრო მეტად ძის გადამუშავება, ყველის წარმოება და მაგალითად ბოსტნეულის წარმოებას ეწეოდნენ და ეწევიან დღემდე, რაც არ ვიცი ხა რამდენად ესეთი დისკრიმინაციულ უარყოფილ კონტექსტში შეიძლება წარმოვადგინოთ, მაგრამ მგონია, რომ ეს მეტნაკლებად ესეთი არსებული რეალობიდან გამომდინარე მოხდა ისტორიულად. ქალები დიდ როლს თამაშობენ, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაში და მაგრამ მაინც რჩება რესურსი. რანაირად შეიძლება უპასუხოთ ჩვენ მათ აი ამ დეფიციტს ამ ხელმისაწვდომობაზე, ხო? ჩვენი ორგანიზაციაც, სენიც, სახელმწიფო პროგრამები თუ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებმა ისე უნდა იმუშაონ განსაკუთრებულად ქალებთან, რომ მოხდეს მათი გაძლიერება, იმიტომ რომ მე როგორც მამაკაცი ვაღიარებ, რომ ქალები ხშირად უფრო ღიები არიან იგივე სიახლეების მიმართ, უფრო ღიარიან მიიღონ ახალი ცოდნა, უფრო დანერგონ მე რეალობაში და მიიღონ ის ბენეფიტები ან დადებითი შედეგები, რაც შეიძლება მათ საქმიანობას მოყვეს. შესაბამისად ცოდნიდანაც ვიწყებ, ანუ დროზე ჩვენ ვისაუბრეთ, რატო არა აქვთ საკმარისი დრო, მაგრამ ხარისხიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე, ხა ვისაუბრე ხელშემწყობ პროგრამებზე, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პროგრამებზე, მაგრამ დიდი როლი აქვს ასევე ეგრეთ წოდებული ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებსაც. მე კიდე ერთი მახსენდება ჩვენი ამ და სოფოს დამეთანხმება პროექტი ქონდა მარნეულში. ჩავთვალოთ, რომ ქალი იქნება თუ კაცი, მოდი ამ შემთხვევაში ქალებზე ვსაუბრობთ, აქვთ ეს ცოდნა და უნარები, რომ მათ დანერგონ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა თავიანთ პროექტებში. თუმცა ამასთან პარალელურად უნდა მისდევდეს გამართული სერვისების არსებობა და ახლა რას გულისხმობ ავხსნით ჩვენ ქონდა შემთხვევა სადაც ერთ-ერთ თემში რომელიც საკმაოდ წარმატებული ქალები ცხოვრობდნენ და წარმატებულად ეწეოდნენ სოფლის მეურნეობის საქმიანობას ხშირად ქონდათ პრობლემა სარწყავ-წყალზე ხელმიუწვდომლობის ან სტაბილურ ელექტროენერგიაზე ხელმიუწვდომლობის ამიტომ ხშირად მათ მოსავლის დანაკარგები ქონდათ, ვერ წყავდნენ თავის დროზე, ან არასტაბილური დენის გამო ანუ თანამედროვე და კლიმატგონიურ ტექნოლოგიებს მოდგათ ვერ ნერგავდნენ. ანუ აქ როცა ამაზე ვსაუბრობთ, ეს ერთი მხარია მათი ცოდნა და უნარები და რესურსების ხელმისაწვდომობა და მეორეა, რომ გამართული მსგავსი სერვისები და ინფრასტრუქტურაც უნდა არსებობდეს. რაც არის უკვე სცილდება მათ კომპეტენციებს და არის უკვე თქვათ მაგალითად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები, რომ ფერმერს სტაბილურად მიეწოდებოდეს სარწყავი წყალი და სტაბილურად მიეწოდებოდეს ელექტროენერგია. ანუ ეს თუ არ იქნება, რაც გინდა ბევრი ვიცოდე, კარგი ფერმერი ვიყო, მე ვერ დავნერგავ ჩემს მეურნეობაში წარმატებულად ამა თუ იმ თანამედროვე ტექნოლოგიას. დიდი მადლობა. ქალბატონო სოფიო, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესშიც ალბათ ზოგადად ქალების როლის განსაზღვრა. როგორ ფიქრობთ, დღეს ქალებს აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად შექმნა საკუთარი ფერმერული მეურნეობა? ხშირად ყველა სხვა საქმეში ქალები უფრო მეტად მოწყვლადები არიან. რა ხდება აქ? მადლობა ცირა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში ცალსახად ვიტყვი, რომ
რა თქმა უნდა, ქალებს შეუძლიათ რომ შექმნან დამოუკიდებლად თავიანთი მეურნეობა. უბრალოდ და ანუ ის რომ ქალები შესაძლოა ვერ ქმნიდნენ ძალიან ცალსახად მინდა ვთქვა რომ ეს მათი სქესიდან გამომდინარე კი არ არის, არამედ გამომდინარეობს აი იმ სტრუქტურული და სისტემური უთანასწორობებიდან და განსხვავებებიდან, რომელზეც წეღან ვისაუბრე. და არა იქნება გამომდინარე რომ არის ქალი, არამედ იმ ასე ვთქვათ სხვა სტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე. და რა თქმა უნდა შეუძლიათ ქალებს შექმნან ოღონდ ამ პროცესში ისინი ბევრად უფრო მეტ ბარიერს აწყდებიან ვიდრე კაცები. და აღარ გავიმეორებ ახლა რაც წეღან თქვი, მაგრამ ნუ სოფლის მეურნეობის ჭრილი რომ გავითვალისწინოთ, ან წეღან ჯიმიმაც ახსენა, ძირითადად ისეთ ძირითადად მონოკულტურებს დიდ ფართობებზე აწარმოებენ კაცები. და ქალები სოფლის მეურნეობაში ძირითადად აწარმოებენ ბოსტნეულს, ოღონდ თავიანთი ოჯახისთვის და არა სარეალიზაციოდ. ანუ მე არ მინდა ისე გავიგოთ, რომ არ არსებობენ ქალთა მეურნეობები, რომლებიც რეალიზაციისთვის არ აწარმოებენ, მაგრამ საშუალო სტატისტიკური მონაცემი რომ ავიღოთ, უმეტესწილად ქალები ბოსტნეულს აწარმოებენ თავიანთი ოჯახისთვის, ხოლო კაცები აწარმოებენ დიდ ფართობებზე მონოკულტურებს და მათი ეს პროდუქტი შემდეგ განკუთვნილი არის რეალიზაციისთვის. ხოლო ქალები რიგ შემთხვევებში, კი რომ უმეტეს შემთხვევებში შესაძლოა უფრო მდგრად, უფრო მრავალფეროვან და ბუნებისთვისაც უფრო სასარგებლო პროდუქტს აწარმოებდნენ და უფრო ეკომეგობრული გზებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოოდ შემდეგ რეალიზაციისთვის არ არის განკუთვნილი, მათი ეს შრომა შესაძლოა უხილავი და დაუფასებელიც კი იყოს. იმიტომ რომ თქვენ კაცი წლის ბოლოს რეალიზაციიდან თანხას რომ მიიღებს, ოჯახში შემოაქვს და თითქოს ეს მთელი წელი ქალი რო ყვებავდა თავისი ნაშრომით თავისი მოყვანილი პროდუქტით ოჯახს და რადგან სახლში იყო, შესაძლოა ეს მისი ეს ღვაწლი და ენერგია უხილავი და დაუფასებელი აღმოჩნდეს. თუ ჩვენ საუბრობთ მომგებიან ბიზნესზე, ხო, და მეურნეობაზე და თან დიდ ფართობებზე და დიდ მასშტაბზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და სასოფლო-სამეურნეო დანადგარების არსებობა, ხო? და როგორც წესი, საქართველოში ძირითადად კაცები ფლობენ ასეთ საშუალებებს და ნაკლებად ქალები. და შესაძლოა, რომ ერთ-ერთი ეს მიზეზი არსებობდეს, რატომაც დიდ ფართობებზე ქალებს შესაძლოა გაუჭირდეთ, ასე ვთქვათ, მომგებიანი მეურნეობის გაშენება. ასევე გააჩნია, როგორც თქვი, უკვე რა საქმეს ასრულებს ქალი და კლიმატის ცვლილების გავლენას შესაძლოა განსხვავებული იყოს და ერთი ძალიან კარგი მაგალითი შემომხდა სამეგრელოს მაგალითზე, როგორც იცით, სამეგრელოში ძირითადად თხილი მოყავთ და თხილის აღების პროცესში ძირითადად ქალები არიან დასაქმებული როგორც სამუშაო ძალა და თუ მაგალითად ამ მოსავლის აღების მომენტს დაემთხვა ქარები და შესაძლოა ხოლმე რომ ხშირად დაემთხვეს, მაშინ ქალებს უფრო მეტად ურთულდება შემდეგ იმ მოსავლის მოკრება მიწიდან და თან როდესაც იფანტება ხო ქარის შედეგად სხვადასხვა ადგილას დამატებითი შრომის გაწევა უწევთ მოკლედ ქალებს. ანუ რომ შევაჯამო, ჩემი ცალსახა პასუხი არის რომ რა თქმა უნდა ქალებს ყველაფერი შეგვიძლია და ყველანაირი მეურნეობის გაკეთება უბრალოდ ამ გზაზე ჩვენ თქვათ ისტორიული თუ სტრუქტურული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მეტი ძალისხმევა და მეტი ბარიერის გადალახვა გვიხდება. ბატონო ჯიმი, ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის არის ინფორმაციული და ტექნოლოგიური ბაზა. რამდენად შეუძლია სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანს თავადვე განსაზღვროს, რა ტიპის მეურნეობა ჰქონდეს, რატომ უნდა გააკეთოს აქცენტი კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი მეურნეობაზე, რას მოუტანს ეს მას და რა შეცვლის გარემოში. ხო, ну, იქიდან დავიწყებ რა ტიპის მეურნეობა რას უნდა მიყვესო, ხო, მიყოს ხელი საქმიანობა თუ არა აქვს დაწყებული. ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა
საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ესა თუ ის მუნიციპალიტეტი ყოფდა იქ შექმნილი ნიადაგური კლიმატური პირობები ყოველთვის რაღაც პრიორიტეტული იყო და გამოსადეგი ასე ვთქვათ ამა თუ იმ დარგისთვის, ხო და ხდებოდა ამ მუნიციპალიტეტების სპეციალიზაცია ასე ვთქვათ, ხო? იყო მაგალითად რომ კახეთში, შირაქში ხორბალი უნდა მოეყვანათ, დასავლეთში იქ სასათბურე მეურნეობები, შიდა ქართლი იყო მეხილეობის ზონა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პირველი რა თქმა უნდა, ხა დივერსიფიკაცია და ეს არ ნიშნავს, რომ შიდა ქართლი როცა საუბრობდა, ყველაზე გამოკვეთილი დარგი იქ არის მეხილეობა, რომ იქ სხვა დარგების არ აქვს პოტენციალი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ გადაწყვეტილებას როცა ვიღებთ, ეს კიდევ წინაზეც ვისაუბრე ისტორიული და ესე ჩამოყალიბდა, რომ ამა თუ იმ კულტურისთვის თუ ამა თუ იმ დარგისთვის შესაფერისი გარემო და ნიადაგური კლიმატური პირობებია. პირველი ეს არის გადაწყვეტილების მიღებისთვის, რაც უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა და თუ რატომ უნდა დაანერგოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ანუ ხა ჩვენ გარკვეულწილად ამაზეც ვისაუბრეთ, რომ ეს პრევენცია არის, მოდი ასე ვიტყვით, იმისა, რომ ამინდის კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა შევარბილოთ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? აი მაგალითად, რომ არის გვალვიან რეგიონებში ან მუნიციპალიტეტში ნიადაგის მინიმალური დამუშავება, ხო? ნაკლები აორთქლება რომ მოხდეს და ნიადაგიდან და უფრო დიდი ხანი შეინარჩუნოს ტენი ნიადაგმა. ასევე თუ ინტენსიური ნალექებია, მოხდეს შემაღლებული კვლევები, რომ თუ დატბორის შემთხვევაში, თქვათ, კვლევებში გაჩერდეს წყალი და არ დააზიანოს მოსავალი. აი მსგავსი სხვადასხვა ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, დრო არ გვეყოფა, მაგრამ აი მსგავსი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვა არის პრევენცია, რომ როცა დადგება, ასე ვთქვათ, ეს უარყოფითი გავლენა ამინდის ექსტრემალური მოვლენა, მოდი ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნაკლებად ან საერთოდ არ დაზიანდეს ამა თუ იმ ადამიანის მეურნეობა. და მოსავალის დანაკარგები ნაკლებად ქონდეს ან არ ქონდეს. და ბოლოს ნურაი, როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ადაპტაცია და მიტიგაციის პროცესში ჩართონ სკოლის მოსწავლეები, დაგეგმონ აქტივობები, თუნდაც ცნობიერების ამაღლების კუთხით. რამდენად მნიშვნელოვანია მათი გააქტიურება და მათი ჩართვა პროცესში. შენ თუ შეძელი ეს და რამდენად გამოგივიდა? პირადად მე პატარებიდანვე რომ ვისწავლე ექცემები და ახლო მომავალშიც უფრო აქტიური გახდები და უფრო მეტი გამოცდილება მექნება, ამიტომაც სხვა ახალგაზრდებით უნდა ჩაერთონ პატარასაკიდანვე რომ უფრო ძლიერები გახდნენ მომავალში და პატარა ნაბიჯებით გაიზრდებიან და ჩემი აზრით სკოლის მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩართულები მაგ პროექტებში და პროექტების საშუალებით უნდა ისწავლონ როგორ მართონ თავიანთი მომავალი და როგორ უნდა იყვნენ წარმატებული მომავალში. რაც კლიმატის სერჩი ვარ, სკოლაში მაქვს დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები, რომელიც წინაპირას რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ და საინფორმაციო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან, ნარჩენების მართვასთან, როგორც გომბოსტვისთან გადების შესახებ მქონდა და ბუკლეტის დავამზადე მაგ თემაზე და მათ გადავეცი რომ სახლის პირობებში თვითონ ისწავლონ და გააკეთონ დაამზადონ გომბოსტვი, რადგან მნიშვნელოვანი არის ინფორმირება ახალგაზრდების. შემდეგ კი ქალეთის თამაშის საშუალებით უფრო დავაინტერესე ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებების მიმართ და თამაშის საშუალებით უფრო დაინტერესებული გახდნენ ამ თემის მიმართ და შემდეგ ვირასაც კი ვგეგმავ ახალი აქტივობების ჩატარებას. ასევე ვარ ჩემ სკოლაში ეგოგულების ხელმძღვანელი და ეგოგულშიც კი ვაგეთებ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სხვადასხვა აქტივობებს და ახლო მომავალშიც აუცილებლად უნდა დავგეგმოთ სხვადასხვა აქტივობები. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. რადიო ვივის მსმენელს და მაყურებელს კი შევახსენებ ეთერში იყო გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის.
გადაცემის სტუმრები იყვნენ ჯიმშე კოშაძე, სემი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კოორდინატორი, სოფიკო ბაბალაშვილი, მდგრადი განვითარების მიზნების ანალიტიკოსი, ახალგაზრდული მუშაკი და ყველაზე ახალგაზრდა კლიმატის ელჩი სოფელ ნახიდურიდან ნურაი მუსტაფაევა. გადაცემა მომზადებულია ევროკავშირისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში. პროექტის ქალთა ინიციატივა დაზოგე ენერგია შექმნენი ნათელი მომავალი ფარგლებში, რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ახორციელებს ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით. სტუდიაში თქვენთვის მე ცირა ბრძოლაძე მუშაობდი, სარეჟისორო პულტთან იყო გიორგი ქაჯაია. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ქალებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. ქალები ნაკლებად აქტიურია, თუმცა ყველა ქალს აქვს უფლება იყოს აქტიური მოქალაქე. მსოფლიოს გლობალური ცვლილებების პროცესში ქალების როლი უმნიშვნელოვანესია. იყავი აქტიური. ხელი შეუწყე ცვლილებების განხორციელებას. ხელი შეუწყე გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ყველგან, სადაც ამის პრობლემა დგას. იყავი ინფორმირებული, იყავი აქტიური. ჩაერთე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. შენ ჩვენთან ერთად შეგიძლია შეუერთდე ქალების ხმას რეალური ცვლილებებისთვის. შემოგვიერთდით და გვისმინეთ რადიო ვივის პირდაპირ ეთერში. ყოველ ორშაბათს გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის.